რა არის დამოუკიდებლობა? დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ დროშა და საზღვარი. დამოუკიდებლობა ჩემთვის არის უპირველესად პასუხისმგებლობა. როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო რომ არა საბჭოთა კავშირი? არც მაშინ არ იყო საქმე მარტივად. Საგმართვეს ღვთისმსახურების ენა. ჩვენ ერთხელ უკვე გამოვცადეთ ჩვენს ტყავზე რას ნიშნავს რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა. დამოუკიდებლობა გაძლევს შესაძლებლობას, რომ იყო თანასწორი. ერთი თაობის უმოქმედობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავკარგოთ თავისუფლება. მინდა რომ აქ ვიყო, არსად გაქცევას არ ვაპირებ. 90-იან წლამდე ათეისტები იყვნენ, უცებ მართლმადიდებლები გახდნენ. რომელი იყო მართალი? ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი. საზოგადოება ჯერ არ გამწყდარა. არა ეშმაკის მსახურებს, არამედ თვით ეშმაკსაც დავამარცხებთ. ამიტომ დავიყოთ ძალიან ბევრი რუსთაველის გამზირზე 26 მაისს. იცი რა, ეგ არის რა. საქართველოს მუზეუმიდან 26 მაისმა ჩამოყალიბდა. საქართველმა ერმა ამჯერად ვარგო სკუტიბატონობა და გადაწყვიტა ადგილბატონობა. 26 მაისი არის დაბადების დღე ახალი საქართველოს და ამ დღეს გამოჩნდა ის ერთი მთლიანი, მორიგებული და ერთი არხი დამტკიცებული. 26 მაისს საქართველობა ერთმა უნდა გამოეყოს გამოვიდა ის წრომიდან Taleta isi portilegi voipa Ode mais eta chorizo ocha yemata yertia halite isevita amonyaksi kamsupari yaude sakit takeli as isi ismetak kavitona kama hepi kauto der ძალიან მნიშვნელოვანი თემა საკითხებით. ეს არის დამოუკიდებლობა, ეროვნული დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ ქვეყნის აი დიდი ხნის ოცნების შემდეგ, როდესაც შევძელით გამოცხადება დამოუკიდებლობის ეს ერთიანი საქართველოს თორემ ქართველობა რატილობრივ რუსეთთან შეერთებამდე ინარჩუნებდა ადგილობრივი სამთავროების და სამეფოების სახით. მაგრამ ერთიანი საქართველო არ იყო. 1918 წლის 26 მაისი. ეს არის თავისი მნიშვნელობით უდიდესი მნიშვნელობის დღე, რომელიც ქართველმა კაცმა ძალიან ღრმად უნდა გაითავისოს, იმიტომ რომ საბჭოთა ისტორია ამის ამოშლას ცდილობდა ძირფესვიანად და ადამიანების ალბათ 95%-მა არ იცოდა ამ მოვლენის შესახებ 90-იან წლამდე. თავისი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, უდიდესი აქტი, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და დავამკვიდრეთ აი ევროპული ტიპის, მართლა ახალი ტიპის დემოკრატია, საოცარი ესეთი მაღალფარდოვანი კონსტიტუციით, სადაც დღესაც კი ბევრ ქვეყანაში ეს მიუწვდომელია. ქალთა უფლებები, ეროვნებათა შორის თანასწორობა, სიტყვის თავისუფლება, ანუ დამოუკიდებლობასთან ერთად თავისუფლების ხარისხი გამოჩნდა. ძალიან მაღალი. ეს ორივე ერთმანეთს არ განსაზღვრავს შემთხვევაში და შეიძლება სუვერენული ქვეყნებიც ფლობდნენ ამ დამოუკიდებლობას, მაგრამ თავისუფლების იდეისგან საკმაოდ შორს იდგნენ და ჩვენთან ეს იყო. აი, ამით ნამდვილად უნდა მეამაყებოდეს, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენ ასეთნაირად იყო ჩაფიქრებული ჩვენი ეროვნული მოძრაობის და ჩვენი პირველი პრეზიდენტის მიერ, რომ აღდგენილიყო და ჩვენ გამختارიყავით ზუსტად როგორც სამართალ მემკვიდრეები, ასე იდეური მემკვიდრეები პირველი რესპუბლიკის. იმიტომ რომ ეს იყო თავისი სიმაღლებით მართლაც შესანიშნავი, რო არა ეს საშინელი მომაკვდინებელი საბჭოთა აგრესია, ჩვენ ალბათ ვიქნებოდით ევროპის ერთ-ერთი უპირველესი და მოწინავე ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი რამ გამოვლინდებოდა და გამოჟღავდებოდა ქართული გენიის მიერ. მაგრამ სამწუხაროდ ამას არ ეწერა მომავალი, იმიტომ რომ ხელა უზარმაზარი იმპერია ფაქტობრივად
წინაღუდგა ამას და ბუნებრივი არც დაუშვებდა და დღესაც ცდილობს არ დაუშვავს მსგავსი რამ სამოზებულოში. ეს არის რუსული იმპერია, ეგრეთ წოდებული რაღაცა მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მართლმადიდებლობისგან ცადამიწისგან სავით განსხვავდება, მაგრამ ამას იტაცებს და იჩენებს და გარკვეულწილად ადამიანთა რაღაცა გაუნათლებლობის გამო დახავთ კიდეც აი ამ დონეზე. ამიერიდან საქართველოს ხალხის სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველოს სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 91 წლის 9 აპრილი და 26 მაისი ერთდღიანობაში ერთ ფოკუსში ექცევა ჩვენთვის და საბედნიეროდ დღემდე ფორმალურად გარკვეულწილად ვინარჩუნებთ ამ სტატუსს ეროვნული დამოუკიდებლობის, თუმცა ბევრი ხარვეზით და ბევრი დანაკლისით და ასე შემდეგ. და რაც უფრო კარგად გაცნობიერდება ჩვენი მოქალაქეების მიერ, როგორი იყო ის პირველი რესპუბლიკა, როგორი იბრძოდნენ ისინი, როგორ შეინარჩუნეს ის ტერიტორიები, რომელიც ჩვენ ისტორიულად გვეკუთვნოდა. განსაკუთრებულად უნდა აღნიშნოს და შესაშური არის ის, რომ მართველი პარტია და ოპოზიცია მაშინდელი საკმაოდ კარგად ახერხებდა თანამშრომლობას და ურთიერთთანაყოფას და ესეთ ფუნქციების გადანაწილებას. ესეც მისაბაძია, იმიტომ რომ ეს ალბათ ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ეს უცებ ხო არ მომხდარა, ამას წინ უძღოდა მე-19 საუკუნის დიდი მამულიშვილთა ბრძოლა, როგორც საეკლესიო მხრიდან, იმიტომ რომ ეკლესიას უდიდესი როლი ჰქონდა, ასევე საერო მხრიდან, რომლის თავი და სიმბოლო და სახე გახდა ილია ჭავჭავაძე და სწორედ ილია ჭავჭავაძის შემზადებამ ესე იგი ისეთი სახე გამოიღო, რომელზეც თვითონ ილია არ ოცნებობდა, იმიტომ რომ მას მიაჩნდა, რომ ავტონომია სრულებით ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ღმერთმა გაცილებით დიდი რამ მოგცა და სწორედ ამის საფუძველი იქიდან ჩაეყარა და აი ეკლესიის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამას 1917 წლის 25 მარტი ეს იყო ავტოკეფალის გამოცხადება. ყველაზე დიდი უბედურება რაც მოხდა, ეს იყო ჩვენი ავტოკეფალის მიტაცება რუსების მიერ, რომელიც მიიტაცეს 11 წელს და წაიღეს როგორც დასავლეთში. ჩვენ ორი საკათალიკოსო ჰქონდა, ვიცით რომ ერთი აფხაზეთის, ბეჭვენთა გიანეთის და მეორე მცხეთის და ორივე მიიტაცა რუსეთმა ფაქტიურად თავიანთი მტრაცებლური წინასწარ-დაგეგმული გეგმებით და ესეთი გაწერილი ნაბიჯებით და ჩვენ დავრჩით სრულიად ყოველგვარი ბერკეთის და ინსტრუმენტის გარეშე შეგვენარჩუნებენ და წაგვართვეს ღვთისმსახურების ენა, ცდილობდნენ სრულიად კულტურულ ასიმილაციას, ამიტომ უნდა ვეცოდეთ, რომ აი რატო გვაქვს ჩვენ აი ესეთი დამოკიდებულება ჩვენი ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლის მიმართ და ძალიან დიდი სიფრთხილე არის მათთან ნებისმიერ შემთხვევაში და უნდა ჩვენს მეხსიერებაში აი კარგად უნდა იყოს ეს ამოტვიფრული, თუ როგორ რანაირად ხდებით და დიდი სიფრთხილე გქონდეს და გამოვიჩინოთ მათთან ურთიერთობის დროს, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულწილად ესე გადალახული როცა გვეგონა გქონდა და საკმაოდ მაღალ დონეზე ვიგულისხმობ აი ამ 12 წლის დროს ცვლილებას ხელისუფლებისაც აღმოჩნდით ისევ რუსულ კლანჭებში. ეს არის პოლიტიკური აუცნობიერებლობის შედეგი და იმ მოლოდინების უგულებელყოფა, რომელიც არ შეიძლებოდა და დღეს ვიმკით იმას, რომ დღევართ კიდე ყოფნა არ ყოფნის, აი ეგზისტენციალური საფრთხე გვაქვს ჩვენ. შევძლებთ თუ არა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხდება ჩვენი ეროვნული ენერგიის დღითი დღე კარგვა, სისხლიდან იცლება
ქართული ეროვნული სხეული და ეს არის ძალიან საფრთხო და ფაქტურად განგაშის ზარები არის საჭირო, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება შეუქცევადი პროცესები, შექცევად ზეშველება, შეუქცევად არაფერი შველის. ამიტომ საჭიროა რომ სანამ დროა, სანამ გვაქვს ამის უნარი, ეს გავითვალისწინოთ, გრძნობელობის დონეზე უნდა იქნას საყვანილი, იმიტომ რომ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, როგორც ეროვნულობისათვის, ასევე პიროვნული განვითარებისთვის. ძვირფასო დებო და ძმებო, ქვეყნიერობაზე გონიერი არსებისთვის დამოუკიდებლობაზე უძვირფასესი არა არსებობს რა. საყვარელო, უღრმესი მადლობა და გულითადი პატივისცემა მიუძღვნათ ევროპისა და ამერიკის სახელოვან ერებს ჩვენდამი ძმური ხელის გამოცდისა და თავიანთ ოჯახში სწორუფლებიან წევრად მიღებისთვის და ჩვენ საყვარელ ერს ვუსურვოთ ყველამ წინსვლა, აყვავება, ძლევამოსილება, მარადისობა და უკვდავება. 15 წლის რო ვიყავი ამერიკაში ერთი წლით წასული და ეს იყო 1999-90 სასწავლო წელი და იქიდან რო ბრუნდებოდი, ყველა იქ მეუბნებოდა რომ აი სად მიდიხარ, ხა საბჭოთა კავშირში დაბრუნება იქნება, აი რა აზრი აქვს ეგეთ ქვეყანაში დაბრუნებას, მაგრამ მაშინ უკვე ვიცოდით, რომ საქართველოს აუცილებლად დამოუკიდებელი გახდებოდა და ეს იყო რაღაცა დამატებითი мотиваცია, რომ საკუთარ ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყავი. წლების მერე, როცა ყველაფერი აირია და თბილისი დაინგრა და ომი იყო და სხვა, მახსოვს ძველ წერილებს რო ვქეკავდი, ვიპოვე ერთი წერილი, რომლის გაგზავნო ვერ მოახერხე და იმ წერილში აღწერ ჩემი იტალიელი მეგობრისთვის, რომელსაც უგზავნდი ამ წერილს, რომ საქართველოში პირველად უნდა ჩატარდეს მრავალპარტიული არჩევნები, დემოკრატიული არჩევნები და მე რო ვფიქრობ რა არის დამოუკიდებლობა ჩვენთვის მე მგონია სულ ყოველთვის იყო გადაჯაჭვული დემოკრატიასთან. ამიტომაც მე მგონია რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყო დემოკრატიულები, იმიტომ რომ გარშემო ისეთი ქვეყნებია, რომელთან ერთადაც იშვიათია რომ რაიმე დემოკრატიული პროცესი იყოს შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ რეალურად თუ არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ასევე არ ვიქნებით დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება და ამიტომ მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ დამოუკიდებლები. ამის გარდა ცხადია რომ საკუთარი იდენტობის განვითარება და საკუთარი პოლიტიკის განვითარება არის შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ეროვნული სახელმწიფო გაქვს და შეგიძლია რომ აი ამ საკუთარი პრობლემების შესაბამისი პოლიტიკა შეიმუშაო, რომელიც უპასუხებს შენ პოლიტიკას და არა რაღაცა დიდი იმპერიის ან დიდი სახელმწიფოს პოლიტიკას და რომელიც გათვლილია საზოგადო პრობლემებზე და არა კონკრეტული ხალხის პრობლემებზე და ამიტომაც მე მგონია რომ ხო ის რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ გვაძლევს ამის შესაძლებლობას რამდენად ვიყენებთ ეგ ცალკე საკითხია 35 წელი შესრულდა რაც ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და დაასრულა თითქმის 70 წლიანი საბჭოთა მმართველობა 35 წლის თავზე ქართული ოცნების ავტორიტარული მმართველობის პირობებში ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ არის იძულებული დაიცვას სუვერენული უფლება, რომ დემოკრატიულად და თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი აწმყო, მომავალი და ააშენოს სამართლიანი, თანასწორი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. მიმდინარე პოლიტიკური კურსი, რომელიც ხელოვნურად აჩერებს ამ პროცესს და პროდასავლურ ვექტორს ცვლის, ანგრევს იმ ინსტიტუციურ და ნორმატიულ საფუძველს, რომელზეც დამოუკიდებელი საქართველო მთელი ამ ხნის განმავლობაში შენდებოდა. დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე დარჩენილი ისედაც სუსტი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად არის მოწყვლადი რუსული გავლენისა და პირდაპირ სამხედრო ინტერვენციის წინაშე. ჩვენ ერთხელ უკვე გამოვცადეთ ჩვენს ტყავზე რას ნიშნავს რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა, როდესაც 90-იან წლებში რუსეთმა აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყო. დამოუკიდებლობა უპირველეს ყოვლისა არის ხალხის შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ძალაუფლების განხორციელებაში და თავად განსაზღვროს განვითარების მიმართულება. ასევე გააკონტროლოს ის ინსტიტუტები, რომლებიც მისი სახელით მოქმედებენ. დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ დროშა და საზღვარი. დამოუკიდებლობა ნიშნავს, როდესაც მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში არ არის უძლური. მე გახლავთ სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონიდან ხობიდან წარმოშობით და ერთხელ პირისპირ საუბრისას ადგილობრივმა ასეთი რამ მითხრა. მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო, სადაც ჩემისთანა გლეხიც იპოვი სამართალსო. აი სწორედ ეს არის ჩემთვის დამოუკიდებლობა. როდესაც ასეთ ადამიანს არ დასჭირდება გავლენები, კავშირი, ნაცნობობა და შიში, რომ დაამტკიცოს საკუთარი სამართალი. ადამიანები მუშაობენ, შრომობენ, იხდიან გადასახადებს, მაგრამ როდესაც რაიმე პრობლემა ექნებათ, ისინი ადგილზე ამას ვერ წყვეტენ.
იმიტომ რომ მათთვის პოლიტიკა არ არსებობს, ისინი გამოდევნილი არიან პოლიტიკური პროცესიდან და ჩემი პოლიტიკაში მოსვლის უპირველესი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამ დუმარე უმრავლესობას, რომელსაც თავად წარმოვადგენ, ეს ხმა დაუბრუნო. ხმა დაუბრუნო ხალხს, რომელიც ქმნის ქვეყანას და რომელიც რეალურად გამოთიშულია გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. იმიტომ რომ სისტემა მუშაობს არა მოქალაქისთვის, არამედ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მხოლოდ მას შემდეგ ჩაითვლება დამოუკიდებლობა მოცემულობად ჩემთვის და ასევე თავისუფლება ამ ქვეყნისა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, როდესაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გავრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია და როდესაც საქართველო გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი. ანუ ერთი მხრივ საქართველო აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას და მეორე მხრივ ეს ტერიტორიული მთლიანობა იქნება გარანტირებული მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური ალიანსების წევრობით. რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი დღე კონკრეტულად ამ ბრძოლაში, კონკრეტულად ამ მოცემულობაში, ამ საისტორიო ეპიზოდში, იმიტომ რომ საქართველოს de facto მართავს რუსული ძალა, ქართული ოცნების სახით, ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს თავისუფლების და საქართველოს თითოეული მოქალაქის პერსონალური თავისუფლების. 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამოსული ბევრი ადამიანი იქნება ფსიქოლოგიური გარდატეხის მომხდენი, რეჟიმი დაინახავს, რომ წამების მიუხედავად, ადამიანების მოწამვლის მიუხედავად, ყველანაირი არაადამიანობის მიუხედავად, რაც ჩაიდინა საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არათუ ვერ გატეხა ხალხის წინააღმდეგობა, არათუ ვერ გატეხა დამოუკიდებლობის და თავისუფლების სურვილი ქართულ ხალხში, არამედ ქართველი ხალხი გადადის შეტევაზე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ამ დაბრკოლებების მიუხედავად ვართ ათასობით და 10,000-ობით ვერ მოახერხა რეჟიმმა, რომ ხალხი დაესვა სახლში ძალადობის გამოყენებით, პროპაგანდის გამოყენებით, ეს დღეა ჩემთვის 26 მაისი. ასევე 26 მაისი არის მნიშვნელოვანი განაცხადი იმის შესახებ, რომ არც რუსულ რეჟიმს და არც ერთ ძალას მსოფლიოში ქართველი ხალხი არ დაუთმობს საკუთარ სახელმწიფოს, არ დაუთმობს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი რუსთაველის გამზირზე 26 მაისს საღამოს 7 საათიდან მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობისკენ. ორი ქვეყნის შვილი ვარ. ორივე იყო უზურპირებული საბჭოთა სისტემის მიერ. დავიბადე გერმანიაში, მაშინ GDR და გავიზარდე საქართველოში. და ეს ბავშვობიდან იყო ჩემთვის დიდი ტრავმა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ერთი ქვეყანა იყო ფაქტობრივად გაღლეჩილი და მეორე ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა რუკაზე მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ მე როდესაც მე უკვე სწავლობდი გერმანიაში და ფიქრობდი რომ ლიტერატურა უნდა ვთარგმნო, ქართული მინდა გერმანულად ვთარგმნო, აღმოვაჩინე საქართველოს თითქმის არავინ არ იცნობს. GDR-შიც კი ის ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიოდნენ, მაგრამ მათთვის ეს იყო რუსეთის ნაწილი, ყივნეული განცდით გავიზარდეთ, თუმცა საბედნიეროდ ისეთ ოჯახში, სადაც ამაზე ლაპარაკობდნენ სულ. ჩემი 21 წლის ამბები ვიცოდი, იმიტომ რომ ესე იგი ჩუმად გამომიტანა კოლაუს ნადირაძის ხელით დაწერილი ლექსი თბილისის თალხი ეხურა იმ დღეს. ანუ ვიცოდი ჩვენი წინაპრები ვინ დახვრიტეს, რა უბედურებებიც ხდებოდა, ეს ვიცოდით გარკვეულმა ნაწილმა საზოგადოებაში და მიუხედავად ამისა, არასოდეს 88 წლამდე სულ მქონდა იმის განცდა, რომ ვერასოდეს ამ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ვერ შევიგრძნობთ ვერც ერთ ქვეყანაში. ნუ მე უფრო მჭიდროდ საქართველოსთან ვარ დაკავშირებული, აქ ვცხოვრობ, მინდა რომ აქ ვიყო, არცად გაქცევას არ ვაპირებ, ეს ჩემი ასე ვთქვათ პირველი სამშობლოა, ესეთი რომელიც უნდა გადავარჩინოთ და უფრო მეტი დახმარება ჭირდება ამ ქვეყანას. 88 წლამდე ჩვენი მშობლების თაობა ცდილობდა, რომ ეს ჩვენთვის შეექმნა რაღაცა ესეთი სივრცეები, სადაც ამას ვისწავლიდით ჩვენ და გავიზრდებოდით უფრო რაღაცნაირი პიროვნებები, საზოგადოებისთვის მზად რომ ყოფილიყავით, რაც მე მოხდა საბედნიერო, ცოტა შემზადებული ვიყავით, იცით, მთაში დავდიოდით ამ ჩვენ მაშინ ეკლესიებში, რომელიც არ ფუნქციონირებდა, მაგრამ სულ სხვანაირი განწყობით შევდიოდით და ვიცოდით ეს სიძველეები და ამის მათი მნიშვნელობა, სწორედ აი ეს რაც ბატონმა ელაპარაკა ეხა რომ ჩვენი ჭეშმარიტი რაც იყო სულიერება და არა ის ფარისეულობა რაც დღეს არის, დღეს ფაქტიურად დიდ წრეს ვაკეთებ ისეთ ადგილებში, სადაც ვიცი რომ ზუსტად რომ უფრო მეტი ფარისეულობა არის ვიდრე ჭეშმარიტი სულიერება და მირჩემია სადმე მთაში ვიპოვო რაღაცა პატარა
ისეთი ადგილი. და ეს თავისუფლება თითქოს გვამზადებდა იმ დიდი დღისთვის, რომელიც უცბად მოვიდა, უცბად დადგა და საკმაოდ ჩქარა დადგა. კი, დიდი ისე უძღოდა ამას წინ 88-99 წლებში საშინელი ტრაგედია 9 აპრილის, მაგრამ მაინც მე მგონი საზოგადოება ამისთვის მზად არ იყო. აღდგენას გულისხმობ. ხო, აღდგენას გულისხმობ. რასაკვირველია, აღდგენისთვის ძალიან ჩქარა მოხდა ეს პროცესები და ეკლესია ამ პერიოდში, საბჭოთა პერიოდში ცხადია იყო მეხუთე კოლონა და ინფილტრირებული ესე იგი მექანიზმი, რომელიც დღემდე მუშაობს და ძალიან წარმატებულად მუშაობს. კარგად უწერია აკაკი ბაქრაძეს იმის თაობაზე, რომ ჩვენი საზოგადოება შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის უფრო პესიმისტურად განწყობილი და ის დღესაც ესეა, ვინც ესე იგი შემგუებელია, დიდი ნაწილი 80% ალბათ საზოგადოების და მეორე ნაწილი არის პატარა ნაწილი, რომელიც არ ეგუება ამას და არის ოპტიმისტი. ყველას ურჩევ ამ წიგნის წაკითხვას. პატარა ციტატა თუ არ შეგაწყენთ, იმთავითვე ქართველი ხალხის ეროვნული ენერგიისადმი ორგვარი დამოკიდებულება არსებობდა: უიმედო და იმედიანი, ნიჰილისტური და ოპტიმისტური. ნიჰილისტები მუდამ სხვის მორჩილებას ასწავლიდნენ ქართველებს. თან არ წუნებდნენ ამაზე დიდი ბედნიერების წარმოქმნა შეუძლებელიაო. ოპტიმისტები კი საკუთარ თავის რწმენას უნერგავდნენ. თავისუფლებისათვის ბრძოლას უხადაგებდნენ და ჩასჩიჩინებდნენ. რა კი ქართველი ხალხი მისი გრძელი ისტორიის მანძილზე უფრო ხშირად სხვათა ქვეშემდომი ყოფილა, ჩანს ნიჰილისტები ჭარბობდნენ ჩვენს ოპტიმისტებს, მაგრამ რაკიღა ქართველი ხალხი დღესაც ცოცხალია, ქმნის, იღწვის, შრომობს და მომავალს აშენებს, ეთყობა ოპტიმისტები უფრო ღონიერი და ძლიერი იყვნენ. თუ ნიჰილისტები რაოდენობით ჭარბობდნენ, ოპტიმისტები ძალითა და ჭკუით ჯობნიდნენ და იმედია ეს დღესაც ასე გრძელდება და გაგრძელდება. პირველი შეგრძნება იმის, რომ დამოუკიდებელი შეიძლება ვიყო და ალბათ უნდა ვიყო და ვერც გავექცევი ამას, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოცემულობა ადამიანის ეს, იმიტომ რომ თავისუფალი ნება რაღაცა კოდში დევს, ვფიქრობ, რელიგიურადაც, არარელიგიურადაც ის რაღაცნაირად მიდრეკილია იმისკენ, რომ განვითარდეს და განვითარება მხოლოდ რაღაც თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას გულისხმობს, იმიტომ რომ თუ არ შეგეშალა ვერ ისწავლი და სხვის შეცდომაზე ნასწავლი არ მჯერა ამის და ამიტომ მახსოვს ერთი დღე, ოთახიც მახსოვს, 14 წლის ვიყავი, როდესაც საკუთარ თავს ვუთხარი, რომ აი შენ რაღაცა შეცდომებს რომ აბრალებ, იმიტომ რომ პატარა იყავი, გუშინ წინ იმის წინ. აი ახლა ხმამაღლა ამბობ, რომ შენს ქმედებაზე ხარ პასუხისმგებელი დღეს და ხვალ არ დააბრალო შენი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება შეცდომა იყოს, იმას რომ პატარა იყავი. აი ზუსტად მახსოვს, როგორ ვუთხარი ეს საკუთარ თავს. არ ვიცი როგორ დადგა, არ ვიცი რა იყო, კონკრეტული მაგალითიც არ მახსოვს ამისი, მაგრამ აი ეს სიტყვები, რომელიც საკუთარ თავს ვუთხარი, აი ძალიან კარგად მახსოვს და იმის მერე ვცდილობდი რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე, რაც ჩემს ქმედებაზე და არ გამეშვირა ხელი სხვისკენ, არ გამეშვირა ხელი სადღაც გარეთ, არამედ ყოფილიყავი საკუთარი ქმედების პასუხისმგებელი. აი თქვენ ახლა ისაუბრეთ დამოუკიდებლობაზე 1918 წლისა და 91 წლის, სადაც ფიქრობ, რომ აი საზოგადოება, რომელიც 1918 წელს ძალიან ბუნებრივად და აი იმ საჭიროებების უკვე გაცხადებული მოცემულობა იყო, იმიტომ რომ წინაპირობა მას ყველაფერს უძღოდა და არა მხოლოდ იცოდნენ და საჭიროება იყო დამოუკიდებლობის მოპოვების, არამედ შემდგომ როგორ უნდა გაგრძელებულიყო, აი ეს ძალიან კარგად ჩანდა. აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით. ჩვენ სრულიადაც დავწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს. ვენახი მაქვს და ამის გამო რაღაც ძველ კვლევებს და რაღაცებს უყურებდი, როგორ ფიქრობდნენ, როგორ უნდა ყოფილიყო ეს, ასე ვთქვათ, კაპიტალიზმი რეალურად და როგორ ეძლეოდათ გლეხებს ეს ვენახები და შემდეგ როგორ მოხდა პირიქით უკვე საბჭოთა კავშირში, რომ ეს რაღაცა კოკოლმეურნეობა და საერთო და ასე შემდეგ, როგორ ქონდა დაალაგებული სადრომელი კულტურა უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა მოსულიყო, რომელ მიწაზე რა მოდიოდა
იმის მიხედვით რა უნდა ქონოდა გლეხს, როგორ უნდა დახმარებოდა სახელმწიფო გლეხს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში უფრო კარგი შედეგი მიიღო. ეს იქნებოდა განათლება, ეს იქნებოდა ახსენეთ რაღაც უმცირესობების უფლებები თუ ასე შემდეგ. მეგობრებთან ერთად სულ საუბრობდით, რომ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო რომანა საბჭოთა კავშირი, როგორი განვითარება შეიძლებოდა ქონოდა ამ ყველაფერს და იმ ხალხის ხელში რომ დარჩენილიყო და რაღაცნაირად ეს ნაღები პირდაპირ არ მოეხსნათ და დაეხრიტათ, მოეკლათ, გადაესახლებინათ და შემდეგ კიდე აედუღებინათ, იმიტომ რომ მხოლოდ პირველი თავის მოხსნა არ იყოს საკმარისი, ადუღდებოდა ეს რაღაცა თითქოს რძე თუ ერბოდ გადაიქცა და ისევ თავიდან მოხსნიდნენ ამას, ისევ თავიდან და საბოლოო ჯამში რაღაცნაირად აი ის ხალხი ვინც გადარჩა, მართლა იყო რაც თქვენ ბრძანეთ ციტატა რაც მოიყვანეთ, 80% ადამიანებისა, რომლებიც შემგუებლები უნდა ყოფილიყვნენ და შეიძლება ის 80%-იც არ იყო თავიდან შემგუებელი, უბრალოდ ნახა რომ აი ეს ინსტინქტი, რომელიც არის გადარჩენის ინსტინქტი, ამან ასე ვთქვათ, უფრო აჯობა იმ ინსტინქტს, რომ რაღაცნაირად, თუმცა ამ გადარჩენის ინსტინქტს მოგვიყვანა დღეს და ის შემგუებლური 80%-ით მგონია, რომ ამის შედეგად ჩამოყალიბდა, აი ამ რაღაცა თავის მოხსნის შედეგად, ამ რაღაცა ნაღების მოხსნის შედეგად, ვისაც საბოლოო ჯამში უნდა ეკეთებინა და თუ 14 წლის ასაკში მივიღე გადაწყვეტილება და საკუთარ თავს სისწორესა თუ შეცდომაზე ავაღებინე პასუხისმგებლობა, ამ პროცესებმა მაჩვენა, რომ ეს არ არის მხოლოდ პირადი ჩემი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის აღების რაღაცა სფერო, მე ავიღე პასუხისმგებლობა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, აი უკვე დაიბადა ჩემში არა მხოლოდ რაღაცა საკუთარ სივრცეზე პასუხისმგებელი, არამედ გაჩნდა შეგრძნება, რომ ეს სივრცეც ჩემია და ისეთივე ჩემია, როგორც ჩემი სახლია ჩემი, ეს ქვეყანაც ასეთივე ჩემია. თუ კი ეს შეგრძნება დაიბადება ყველასთან და ამაში გულწრფელი იქნები, ყველა შენი შემდგომი ნაბიჯით ძალიან ადეკვატური იქნება. აღქმა რაღაცა შენეულის სხვა ქმედების საშუალებასაც გაძლევს და არ გაძლევს საშუალებას, რომ ისე არ მოიქცე. 26 მაისს სამშობლოს იდეამ გაიმარჯვა. დღეს საყოველთაო ეროვნული ლოცვის დღეა. სამშობლოს წინაშე ფიცის დადების ღვთისმსახურებაა. საქართველო თვითონ წამოდგა ფეხზე. იგი მოწყდა რუსეთს და ამით შეწყდა ბუნების და ისტორიის წინააღმდეგი კავშირი. საქართველო უბრუნდება თავის ძველ გზას. ეს გზა მიმართულია ევროპის განათლების და კულტურისაკენ. რეალურად შევეხეთ პერსონალურ ადამიანების პასუხისმგებლობას დამოუკიდებლობასთან ცნებაში და ითქვათ ეკლესიის როლი, პასუხისმგებლობა, როგორ ფიქრობთ დღევანდელობაში აი ამ მთელი ისტორიული მაგალითებიდან გამომდინარე. ეკლესია თავისი არსით, თავისი არსებით ეს არის საზოგადოება, რომელსაც ქრისტეს იდეალები უნდა აერთიანებდეს ყოველ შემთხვევაში. როგორ აერთიანებს და როგორ რეალიზდება სხვა. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი იმპერატივი, რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს საერთოდ რელიგიური სინამდვილის ტომისათვის, ეს არის ქსოვნა, გახსოვდეს. აი შენი ქსოვრიდან არ წაიშალოს, რომ იქ იდგეს ძალიან მაღალი დონის მემორიალი იმისა, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. როდესაც რუსეთმა განიზრახა საქართველოს სრული ანექსია, ოკუპაცია და ასიმილაცია, მან კარგად განსაზღვრა, რომ ეკლესია უნდა მიიტაცოს პირველ რიგში. ეკლესიაზე უნდა გააკეთოს მან სრული ძალისხმევა, რომ იქ ეს გამოიყენოს არაეროვნულ ინსტრუმენტად, არამედ იმპერიალურ ინსტრუმენტად, როგორიც ხდება, რომლის კლასიკური ნიმუშია დღევანდელი რუსული ეკლესია, რომელიც ამას იყენებს იდეოლოგიად და ახდენს აი მაღალი იდეალების დემონიზაციას, რომ ესე იგი ომის წარმოება უკრაინაში ეს საშინელი, უსაშინელეთი, კაცის შრამიობის რაღაცა არ გაგონილი ხარისხი სწორედ ამ ნიშნით მიმდინარეობს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ ღვთის სიტყვა როგორ დადგება ადამიანების თავისუფლების სადარაჯოზე. აი ქრისტეს სიტყვები რა არის, რომ ჭეშმარიტებას შეიცნობთ და ჭეშმარიტება გათავისუფლოთ.
თავისუფლებ თქვენ. ეს არის ამოსავალი, ქვაკუთხედი ყოველგვარი თავისუფლების და ის რომ დამოუკიდებლობა არის საშუალება ზუსტად რომ შენ თვითყოფადი იყო, არ იყო მიჯაჭვული, არ გმართავდეს სხვა, არის შენით არ მანიპულირებდეს არავინ და ამის უფლება არავის არ მისცე. ნებისმიერ ფასად. ამიტომ ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რომ რა ხარისხი, რა კონცენტრაცია არის საზოგადოებაში ასეთი აზრის. იმიტომ რომ ჩვენ ინდივიდები გონის მატარებელი ერთეულები ვართ ქვეყანაზე და ჩვენ გვაქვს განუსაზღვრელი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვიღაცა კი არა, ვიღაცა გააკეთებს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მე მნიშვნელოვანი ვარ. ჩემს ადგილზე შეუცვლელი ვარ და პირველ რიგში ეს პატივი მე თვითონ უნდა დავდო საკუთარ თავს და ასევე სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს იწყება ყველას საკუთარი მეობიდან და თვითობის განცდიდან. ჩვენ დიდ ბრძოლაში ვართ ჩართული, რა თქმა უნდა. ეს არის გასააზრებელი, ძალიან ღრმად გასააზრებელია ის, რომ საკუთარი თავის გადარჩენა არ არის მხოლოდ სადღაც გავიქცე და შევაფარო თავი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი დედაც, მამაც, შვილიშვილის და ასე შემდეგ. ანუ პასუხისმგებლობის რაღაც ხარისხი უნდა გაგვაჩნდეს, ხო? და ეს ამაზე პასუხი უნდა გქონდეთ ღმერთის წინაშე და საკუთარი სინდისის წინაშე, რომ მე რამდენად ვასრულებ იმ მოვალეობას, რომელიც შემაწინაბრებმა დღემდე მომიტანეს და გვეამაგება ჩვენ რომ ქართულ სულს ვატარებთ, გვეამაგება რომ ვეფხისტყაოსანი გვაქვს, გვეამაგება ჩვენი თვითყოფადი თქვათ არქიტექტურა, ჩვენი კულტურა, რა ვიცი, ძირფესვიანი ათასწლეულების მიღმარვარი და მართლაც საამაყოა და ერთ-ერთი უპირველესია, თუ კი ამას გაიაზრებს ევროპულ ცივილიზაციაში და სამართლებრივად გეკუთვნის სამართლიანად ის მანდატი, რომ ჩვენი ყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერი ამ დიდ ევროპულ ოჯახში და აქეთკენ ვისწრაფით. ევროპა რა არის? ქრისტიანული ცივილიზაცია, თავისი ღირებულებით, მართლმადიდებლობა რა არის? ჭეშმარიტი აღქმა ღვთაებრიობის, ადამიანურობის. დღეს რომ უნდათ რუსებს წარმოადგენოთ რაღაც პრავოსლავია, ბოდიში რა უკაცრავად, ჩვენ მასეთ პაპებს აღარ ვჭამ. იწყება საქართველოს ისტორიის ახალი ხანა. აქამდე ჩვენი ჩამორჩენილობის მიზეზი რუსეთში უნდა ვეძიოთ. ამიერიდან ეს მიზეზი ისპობა და ალბათ ევროპის კულტურას ჩვენ უშუამავლოდ ვეზიარებით. მას საქართველოს განთავისუფლების აღსანიშნავად მთელი ქართული ვაჟკაცობა შემოიკრიბოს ეროვნული დროშის ქვეშ და ავამუშავოთ ქართული სახელმწიფოებრივი აპარატი. ხალხი, რომელმაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა თავისი ვინაობა. ხალხი, რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინვის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა განევითარებინა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოვებულ თავისუფლებას. ვინც აი ამ ყველაფერს არ ურიგდებიან, სწორედ ისინი ამოძრავებენ ისტორიას და ისინი ქმნიან ხვალინდელ დღეს. აქ რაოდენობაზე არ არის ლაპარაკი, აქ არის ძლიერ სულზე, სულიერებაზე, იმ შინაგან ცეცხლზე, რომელსაც უნდა ატარებდეს თითოეული ჩვენთაგანი და ეს უნდა ახსოვდეს პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკა უდიდესი მეცნიერება, კომპლექსური რაღაცაა, თუ რამე არის ყველაზე რთული, ეს არის პოლიტიკა. და ის რომ ზეთი პოლიტიკა ბინძური საქმეა, ეს რასაც აკეთებენ, იმიტომ რომ მხოლოდ რაღაც მომხმარებლობისთვის უნდათ რომ პარლამენტში კანონები მიიღონ და იქ რაღაცა ფორმალური ისინი გარანტიები შექმნან იმისათვის, რომ მეტად დაცებლები იყვნენ. თორე ის რასაც ნამდვილი პოლიტიკა ქვია, ეს არის უდიდესი ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ დიდი ადამიანებს ხელით იწვევათ მისი კეთება და ესეც კარგად უნდა გვახსოვდეს. იმაზე დიდი რა უნდა იყოს, როდესაც შენ ღმერთის სახელით ლაპარაკობ და იტყვი, რომ სახელითა მამისა და დაცისა და დასულისა, ღმერთის სახელით როცა ლაპარაკობ და სიყალბეში ხარ, ეს ყველაზე დიდი საშინელებაა.
ინფექციის წყაროა მომაკვდინებელი საზოგადოებაში და მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ცოდნა ერთია და სულიერი და ინტუიციური მჭრეტელობა და ძმენი თიგონი კიდე სხვა და უფრო მაგარი კატეგორია სხვათა შორის და უფრო ძნელად აღსაქმელი და ამიტომ ადამიანებს უჭერთ რომ ჩაწვდნენ თქვა ბიბლიურ ღვთისმეტყველებას და იქ რა წერია და როგორ არის და რანაირად არის და მით უმეტეს ხშირად ხელს ჩაიქნევენ ხოლმე რადგანაც ძალიან ცუდი ინტერპრეტატორები ყავთ იმ ადამიანების სახით რომელსაც მე ახლა არ დავასახელებ და უნდა ვიგულისხმოთ ხო რაც ხდება და რა სინამდვილესთან გვაქვს საქმე ამიტომ იყო რომ ეცეთ რუსეთის იმპერია მართლმადიდებელი იმპერია შეიცვალა აგრესიული ათეიზმით იმიტომ რომ ისინი ღალატობდნენ ქრისტეს ძირითად ცნებებს ეს შემთხვევითი არ მოხდა და დაგვირდით თქვენ როგორ ხდება 90-იან წლამდე ათეისტები იყვნენ უცებ მართლმადიდებლები გახდნენ რომელი იყო მართალი ის ათეიზმიდან რა ეს კადრია კინოს თუ ტელევიზიის რომ გადართავდა უკვე მართლმადიდებელი ხარდა მანამდე ათეისტი იყავი და ჩვეულებრივ და როგორ შეიძლება ხალხი საკუთარ სიცოცხლეს და ყველაფერს იღავდა ქრისტეს სიყვარულის ეკო სიცრუეა ეკო რაღაც სიკალბე არის ხო რომელსაც ჩვენ უნდა დავინახოთ უნდა ვთქვათ რომ ეს ასე არ ხდება თუ გინდა მართლაც გააკეთო უნდა დიდი შინაგანი ზრები უნდა მოახდინო და უნდა გაითავისო გაიაზრო რა არის როგორი ტრანსფორმირება არის საჭირო და ეს ყველაფერი ერთად არის სწორედ პიროვნულ და ეროვნულ თვითყოფასობასთან და სიძლიერებასთან რომელიც აუცილებელია კეთილდღეობისთვის ბედნიერი ცხოვრებისთვის ნეტარებისთვის ერთი ყველაზე დიდ ბედნიერებას თავაზობს ადამიანებს ნეტარება არის უდიდესი სულიერი მდგომარეობა სიხარულის რომელიც ღმერთმა ადამიანებს განუწესა და ზოგჯერ წარმოუდგენიათ რაღაცა თვითგვემებთან, აღძალვებთან, მარხვებთან. არა, იმენად დიდიაო ბედნიერება ადამიანის, რომ ადამიანის თვალს და ყურს და ენას არ შეუძლია ამისი გადმოწემა, რაც ადამიანს ელოდება მომავალში. ეს არის წმინდა წერილიდან. აი ამდენად მნიშვნელოვანია ყველაფერი ეს, რომ იქნას გააზრებული და ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია და სწორედ ქართული სახელმწიფო, ანუ ქრისტიანულად გააზრებული სახელმწიფოებრიობა საქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს შეიძლება კიდე უფრო მოწესრიგებული, უფრო დალაგებული, უფრო სრულყოფილად წარმოვიდგინოთ ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც სკენაც უნდა ვისწრაფოდეთ და რომლისგანაც უნდა გქონდეს ჩვენ ტოლვა, ჩვენ ყოველდღიურობაში და ჩვენ შვილებს ამ რწმენით უნდა ვზრდიდეთ, რომ მომავალი სწორედ ასეთი იქნება და ეს არის ის მე პირადად რაც წარმომიდგენია და რასაც ვსახურები ჩემი პატარობიდანვე და ასეთნაირად მაქვს გააზრებული ეს ყველა ჩემთვის ცალ-ცალკე ეს არ არსებობს ეს არის ერთმანეთის შემავსებელი დამოკიდებულება გაძლევს ასევე შესაძლებლობას რომ იყო თანასწორი სხვა ერების და ეს მე მგონი არის პრივილეგია და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა ჩვენ ხა ისტორიულად მოგვეცა ამის შესაძლებლობა და ეს ცხადია არ უნდა დავკარგოთ რომ ვიყოთ თანასწორები რაც გულისხმობს იმას რომ ერთი მხრივ ხარ ჩართული სხვა სახელმწიფოებთან ერთად რაღაც შემუშავებაში მაგალითად როცა მეცნიერებაზე ვლაპარაკობთ მაგალითად ქართული მეცნიერი არის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი თუ ის მართლა მეცნიერია და თუ ის არის უბრალოდ გასაგები მხოლოდ ქართველებისთვის ის მეცნიერიც არ არის. ამიტომ თუ გინდა რომ თანასწორი იყო, შენ უნდა იყო ასევე დიდი რაღაც გლობალური პროცესის ნაწილის. ეხლა პოლიტიკურად თუ შევხედოთ, დამოკიდებულება არის ერთგვარი შუალედი ორ უკიდურესობას შორის, ხო? ერთი უკიდურესობა არის იზოლაცია სამყაროსგან, ან როცა შენ ცდილობ რომ იყო მოწყობილი მთლიანად და მეორე უკიდურესობა არის, როდესაც შენ საერთოდ საკუთარი იდენტობა გაქვს და ხარ სხვა დიდი რაღაც გაერთიანების თუ სხვა სახელმწიფოს ნაწილი ისე რომ საკუთარი რაღაც თვითყოფადობას აღარ გაგაჩნია და აი დამოკიდებულება არის სწორედ შანსი რომ იყო შუაში ამ ორ უკიდურესობას შორის რაც გულისხმობს არა მხოლოდ იმას რომ შენ ხარ თავისუფალი რომ აკეთო ის როგორც სახელმწიფოს შიგნით რაც შენთვის არის პრიორიტეტული არამედ დამოკიდებულება ასევე არის პასუხისგებლობა სხვა სახელმწიფოების მიმართაც
თუ დამოუკიდებელი არ ხარ, ეს პასუხისმგებლობაც არ გაქვს. ანუ მაგალითად თუ ხარ რუსეთის ნაწილი, მაშინ საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა არ გაქვს იმისი, რომ მაგალითად იურთიერთო ნორმალურად ისეთ სახელმწიფოებთან, როგორც არის მაგალითად თურქეთი, სომხეთი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ხარ დამოუკიდებელი, მაშინ პასუხისმგებლობაც გაქვს, რომ ის სამყარო, რომლის ფარგლებშიც ხარ, შენ დამოუკიდებელი უკეთესი გახადო და მე მგონია, რომ საქართველოს მისია სწორედ ესეც არის, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები, არამედ იმითი, რომ ჩვენ ვართ ბედნიერები, ეს ბედნიერება შესაძლებელი გავხადოთ სხვებისთვისაც. ჩვენი ვალდებულება არის არა მხოლოდ ლაპარაკი დამოუკიდებლობაზე, არამედ მისი ყოველდღიური დაცვა. და დღეს აქ და ახლა წყდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოება ჯერ არ გამტყდარა. ჯერ კიდევ არის ხალხში სამართლიანობისა და თავისუფლების მოთხოვნის სურვილი და რწმენა, რომ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ დასაცავია, რომ ქვეყნის მომავალი ჯერ კიდევ დასაცავია. დამოუკიდებლობას ვერ დავიცავთ ძლიერი საზოგადოებისა და ძლიერი ინსტიტუტების გარეშე. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ იმგვარი სისტემა, რომლის ფარგლებში ძალაუფლების კონცენტრაცია დაუშვებელია არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. და სადაც საზოგადოება და ინსტიტუტები მოწყობილია იმგვარად, რომ ძალაუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია. და სადაც სასამართლო არის სამართლიანი და დამოუკიდებელი. მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი, ხოლო მართსაჯულება ემსახურება არა ძალაუფლებას, არამედ სიმართლეს. სადაც თვითმმართველობები ხალხის ხმას რეალურ ძალად გარდაქმნიან და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა თავისი რაიონისა თუ ქალაქის ბედი თავად განსაზღვროს. სადაც ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და განათლება არის არა პრივილეგია, არამედ უფლება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი გადაწყვეტილება გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, გახლავთ ალტერნატივო. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მივაღწიოთ ისტორიულ მისიას და გავხდეთ თავისუფალი სამყაროს წევრები და დასავლური უსაფრთხოების ხოლგის ქვეშ იქნას დაცული ჩვენი თავისუფლება და მშვიდობა. შესაბამისად, 26 მაისს აქციაზე უნდა გამოვიდეთ ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება. სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, ინდივიდუალური თავისუფლება და ადამიანის ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება. ჩვენ ვაგრძელებთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას და ახლა სწორედ ჩვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. დამოუკიდებლობა ჩემთვის არის უპირველესად პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ დამოუკიდებლობა არის მოცემულობა, რაშიც ქართულ ხალხს აქვს გადახდილი ყველაზე უფრო ძვირი ფასი ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. ეს არის სისხლის ფასად მოტანილი მოცემულობა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. და ასევე მე ზუსტად ვიცი, რომ ერთი თაობის უმოქმედობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავკარგოთ თავისუფლება და დავკარგოთ დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩემი აზრით, რასაც პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია უნდა აკეთებდეს, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, უნდა უხსნიდეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენ აქტიურობაზე, ჩვენ ჩართულობაზე, ჩვენ ბრძოლაზე არის და იქნება დამოუკიდებული ამ ქვეყნის დამოუკიდებლობაც და თავისუფლებაც. არ არსებობს მოცემულობა, სტატიკური მოცემულობა, სადაც ჩვენ ჩავთვლით, რომ დამოუკიდებლობა უკვე დაცულია, ან თავისუფლება უკვე დაცულია. ეს არ არის სტატიკური მდგომარეობა, ეს არის მუდმივი დინამიკა, მუდმივი მოძრაობა, მუდმივი ბრძოლა და მუდმივი მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, განსაკუთრებით იმ რეგიონის ქვეყნისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც არ არის მარტივი გარემო და ჩვენ წინაშე არ არის მარტივი ამოცანები. ამიტომ მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა დგას დარტყმის ქვეშ და დარტყმას აყენებს არა მხოლოდ რუსეთი, როგორც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტერი და ოკუპანტი, არამედ რუსული რეჟიმი, რომელიც დე-ფაქტო მართავს ამ ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ, რომ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, არამედ უხსნიდეთ მომავალ თაობებსაც, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ყოველთვის იქნება დასაცავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა იდგა და მომავალშიც იდგება ამ დათქმაზე, რომ არც ერთი თაობა არ შეწყვეტს ბრძოლას დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოსთვის. დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ჩემთვის არ არის მარტო 500 დღიანი უწყვეტი პროტესტი, ან არ ვიცი, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რაღაც კონკრეტული საისტორიო ეპიზოდი, რომელშიც ჩვენ უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩემთვის ეს ბრძოლა დაიწყო 1801 წელს რუსული ოკუპაციით და დასრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო გავა სამშვიდობოს და სამშვიდობოზე გასვლა გულისხმობს ამ ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას, როგორც ერთადერთ და უალტერნატივო გზას საქართველოს უსაფრთხოებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის. ესეთი კარგი სიტყვა გვაქვს, რომ ადამიანი თავის საკუთარი თავის უფალია, ხო? ეს ქართული სიტყვა სხვაგან ესეთი არ არის და
ეს როცა ამას გაიაზრებ, რომ შენ საკუთარი თავის უფალი ხარ და შენ უნდა აიღო პასუხისგებლობა სწორედ რომ საზოგადოებაში შენს ნაბიჯებზე, მე ვფიქრობ, რომ მაინც მოხდა ცვლილება მენტალური საქართველოს საზოგადოებაში 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ნაბიჯ და მე ეს პირველად აღვიქვი 2015 წლის 13 ივნისს, როდესაც მოხდა უბედურება ვერცხეობაში და უცბად, აი ესე იგი არავის ნაკარნახებზე უამრავი ახალგაზრდა, სულდღეთ ახალი თაობა გამოვიდა და დაიწყეს დალაგება, ალაგება, ერთმანეთის დახმარება, გადარჩენა და ნუ 2-3 დღე იყო საოცარი, იმიტომ რომ მართლა ვხედავდი რომ ახალი თაობა მოვიდა. ის კი არა, ჩემი თაობა მაინც ტრავმირებული თაობაა, სწორედ რომ ამ რაღაცნაირი მესჩანობით და რაღაცა სხვა ფასეულობებით და ახალ თაობაში, სადაც მართლა შენი ზღურბლის იქით, შენი ქვეყანა, შენი სახლია და ყველაფერს შენ თვითონ და მიხედო, ეს ნელ-ნელა რაღაცა სხვანაირი თაობა არის წამოსული და ბოლო 30 წელმა მართლაც აი ეს ქნა, ეს ბედნიერება არის, რომ რაღაცა ახალი შეგნება მოვიდა, თუმცა ამას ცდილობენ ყველანაირად რომ უკან დაატრიალონ. ამის საწინააღმდეგოდ ცდილობთ რაღაცნაირად ვიდგეთ ყოველ დღესაც რუსთაველზე, ვისაც შეგვიძლია, ვისაც როგორი ძალები გვაქვს, ამას ვაპირებთ კიდევ ერთხელ 26 მაისს. ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ იმიტომ რომ არის ის თარიღი, რომელიც 1918 წელს გვახსენებს ჩვენს პირველ რესპუბლიკას და კიდევ ერთი რამ, არც მაშინ არ იყო საქმე მარტივად პირველი რესპუბლიკის დაფუძნების დროს. მაშინაც იყვნენ ადამიანები, ვინც წავიდნენ ევროპაში, ვინც დაბრუნდნენ, ჩამოიტანეს იქიდან გარკვეული ნოუ-ჰაუ, იყო ეს ამის თავისუფლება, რომ ემოძრავათ ადამიანებს და 90-იანი წლების შემდეგ, 2000-იანი წლების შემდეგ, აქაც ჩვენს ახალთაობას ჰქონდა და აქვს საშუალება ჯერ კიდევ საბედნიეროდ, რომ თვითონ გადაწყვიტოს საწავა, როგორ ისწავლის, როგორ რას გააკეთებს, როგორ ეს თავისუფლება თუ შეგვეზღუდება და სწორედ ამის ცდელობა არის, ხო, საბჭოთა კავშირში ჩაკეტილები ვიყავით. არავის არ უნდოდა რომ ქვეყნის გარედან გაეხედა ვინმეს, იმიტომ რომ დაინახავდი იქით რა ხდებოდა, სხვანაირად დაიწყებდი უკვე ჰორიზონტი გაგეხსნებოდა. ეს ჰორიზონტი არ უნდა შევავიწროთ, ეს უნდა დარჩეს ღია, ეს სივრცე უნდა ღია იყოს, სააზროვნო, უნდა ადამიანს ჰქონდეს აზროვნების თავისუფლება და საკუთარი თავზე პასუხისგებლობის აღების საშუალება, რაც მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში იქნება, იმიტომ რომ არსებობს სიტყვა თავისუფლება. დღეს სამოქალაქო საზოგადოება უკვე შედგა. იმიტომ რომ მართლა ვერ წარმოვიდგენდით, პირადად მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაღაცა ის მოთხოვნები და ის მოცემულობა, რომელიც 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ დადგა და შემდეგ ამ განცხადების, აი ზუსტად როგორც 13 ივნისი ახსენეთ თქვენ, გამოსული ხალხი, რომელთვისაც არავის არ დაუძახია და პირდაპირ გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ზუსტად აი თავიანთ ღირსებას და დღემდე 550 დღე დაახლოებით არიან და დგანან და იცავენ ისევ აი იმ ღირსებას, რომელიც შეელახათ, იმიტომ რომ აი ახსენეთ ჩვენ წინაპრები ის ადამიანები, რომლებისგანაც მოდის საბოლოო ჯამში აი ის იდეა, რომლის გარშემოც ერთიანდებოდა საზოგადოება, ამ იდეის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება უკვე კონკრეტულ გზებს დგამდა იმისთვის, რომ რაღაცა მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება, კიდე წინ უნდა წასულიყო და ამას ჩვენ ვხედავდით, ანუ ეს არ იყო რაღაცა მოარული ხმები. ავად თუ კარგად ვხედავდით ამ რაღაცა პერსპექტივას, იმიტომ რომ ზუსტად რაც თქვენ ახსენეთ, ქონდა თუნდაც ახალთაობას იმის საშუალება, რომ ის ბენეფიტები, რომელიც აქვს ევროპას, პირდაპირ შეეგრძნო და არა მხოლოდ იქ წასვლით, უკვე აქ. იმიტომ რომ არსებობდა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკეთებდა საქმეს. ალბათ მათ კიდევ უფრო მეტად უნდა გაეკეთებინათ და მათი, ასე ვთქვათ, დანაშაულებებიც იმ გაგებით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ესეც კარგად გამოჩნდა. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი რომ არა, ამ საზოგადოებას არ ექნებოდა მოთხოვნილება თუნდაც იმის, რომ დღეს ჩვენ როგორც წყალი გვჭირდება და ჰაერი გვჭირდება, ისე გვჭირდება თავისუფალი სასამართლო. ამის დანახვა ჩვენ ეს 2011-12 წლის მერე გადავყლაპეთ, როდესაც გითხრეს, რომ მურუსიძე უნდა დაჯდეს ისევ აქ, იმიტომ რომ მანამდე ცუდი
ბიჭი იყო ეს ადამიანი, რომლის გამოც ასე ვთქვათ შეიცვალა ხელისუფლება და ძალიან სამართლიანათაც შეიცვალა და გვეუბნებოდნენ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რისთვისაც უნდა შევცვალოთ და უცებ გვეუბნებიან რომ იცით რა არის ახლა ეს კარგი ბიჭი გახდა ეს ცუდი ბიჭი და ჩვენ ეს საზოგადოებამ გადავყლაპეთ, მივუშვით და ვთქვით რომ ხო აი დავიჯერეთ ან დავაჯერეთ ჩვენ თავს. არ ვიყავით მზად იმისთვის რომ ეს ბოლომდე დაგვეცვა ჩვენი პრინციპი. დღეს დგას 550 დღე თითქმის ადამიანი, რომელიც ამას აღარ ჭამს და ამბობს რომ იცი რა არის მე ამ ტყუილს აღარ მივიღებ შენგან და მე მოვითხოვ და დარწმუნებული ვარ რომ პირველი რაც გაკეთდება იმის რომ უკვე გაფორმდება გამარჯვება, რომელიც ვფიქრობ რომ უკვე არის ქართული საზოგადოება გამარჯვებული რომ დღეს კიდევ ისმის ხმა სიმართლის და სინდისის ხმა ისმის იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ციხეში არიან და სინდისის პატიმრები დავარქვი და ესეც არ არის შემთხვევითი, ისინი არ ტყდებიან, ისინი არ ითხოვენ შეწყალებას, მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ამის შემდეგ დიდი შანსია 99% რომ გამოვლენ ისინი და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან. ამას არ აკეთებენ, არ აკეთებს ის ხალხი, რომლებიც იცავენ საბოლოო ჯამში რუსთაველზე და ეს არ არის მართლა რაღაცა 500 და 1000 და თუნდაც 300 თუ შემდეგ რაღაცა ადამიანთა რაოდენობა, ამათ უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, რომელიც უბრალოდ შეიძლება ფიზიკურად არ ჩანს. ესეც გასაგებია, იმიტომ რომ პირდაპირი რეპრესიები არსებობს, ამიტომ ხედავთ და დღემდე გრძელდება ტროტუარზე დაჭერა იქნება ეს და დაჯარიმება, ხა ადამიანს რომელსაც აძლევ 1000 ლარს ხელფას, პირადად ჩემს მაგალითს ვამბობ თეატრში და მე უწერთ 15000 ლარიან ჯარიმას და ეუბნები რომ შენ ამითი უნდა იცხოვრო, უბრალოდ ეს არის აი არა თუ რაღაც პარადოქსი, არამედ აი პირდაპირი შეურაცხყოფა არის და პირდაპირი სიცოცხლის მოსპობის საშუალება არის და ამაზე შეგუება და თვალის დახუჭვა უკვე ნიშნავს რომ ხო აწერ შენ ამაზე ხელს და მიდიხარ. იბრძოლეთ მზიას სიტყვები გამახსენდა ახლა იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის, იმიტომ რომ თუ კი დადგა გვიან მე აი თუ ვიღაცა ამბობს რომ შეიძლება და მართლა გულწრფელი ამაში რომ დაიღალა მართლა მესმის ამ ადამიანების და ძალიან ესეთი ლოგიკურია ეს ყველაფერი, მაგრამ დაღლა მერე ვნახოთ ჩვენ, როდესაც აქ აღარ გაისმება სინდისის ხმა, აღარ გაისმება მართალი ხმა, უფრო კარგად იცის წინათაობამ, როგორ შეიძლება დაიღალო ყოველ დღე და როგორ შეიძლება იყო აი ამ მარწუხების ქვეშ. მე ვფიქრობ რომ ქართული საზოგადოება რეალურად შედგა და კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ პოტენციალი აქვს იმის რომ ხვალ და ზეგ იმ თავის ღირსებას, იმიტომ რომ ამ ბრძოლის შედეგად აღარ დათმობს, თუნდაც იმას აღარ შეჭამს, რაც მანამდე შეჭამა და მანამდე დათმო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს 26 მაისი იქნება თუ სხვა ნებისმიერი თარიღი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემთვის პირადად არის სიმბოლური აქტი იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი და კიდევ ერთხელ შევაგულიანოთ, რომ პროპაგანდას, ასე ვთქვათ, არ მივცეთ საშუალება, რომ რაღაცა სხვა რაღაცები გამოაბას. სულ ფიქრობ ხოლმე, აი პროპაგანდა რასაც აკეთებს და მე რა განცდაც მეუფლება პირადად, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ განცდის დაბადების საშუალება მივეცი ჩემში და მე როდესაც ამას გავაცნობიერებ, გაცნობიერების შედეგად უკვე მოქმედებ ისე, რომ ამ პროპაგანდამ ჩემში არ გაიდგას ფესვები და მე კიდევ ერთხელ ვეუბნები საკუთარ თავს, რომ სხვა საბოლოო ჯამში ჩემთვის არ არსებობს. ვარსებობ მე აქ და ახლა და თუ კი ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისის ხმით არის ნაკარნახევი, სიმართლეც ეს არის და ჩემ სიმართლეს ვერ წავიღებ ვერსად, იმიტომ რომ ეს ხმა მეუბნება რომ იცი რა ეგ არის რა და თუ კი ვიღაცამ უნდა მითხრას ავტორიტეტმა, რომელმაც არა შენი სიმართლე კი არ არის შენი სიმართლე, რომელსაც გრძნობ და ნაღდად დარწმუნებული ხარ. არამედ მე რასაც გეტყვი ეგ არის სიმართლე, ეს უკვე დიქტატურაა, ეს უკვე რაღაც იმპერიალიზმია და ამის არ მჯერა. მე პირადად არ მჭირდება მასა იმისთვის, რომ დავრწმუნდე ჩემს სიმართლეში. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილული ევროპული კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი. ის ქვეყანა, რომელიც კომუნისტებმა ველურობის ხანაში გადაისროლეს და სადაც კაცი ჭამიაობა ჩვეულებრივი მოვლენა შეიქმნა, ლამობს ისტორიის ჩარხი უკუღმა შემოატრიალოს და საქართველოს ევროპას ჩამოაშოროს. ფუჭი ოცნებაა. რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ერთი მეორეს დაშორდა. საქართველომ ევროპისკენ გაიკაფა გზა. ვადარებდი იმ პერიოდს,
პირველი რესპუბლიკის წინა პერიოდი რა იყო და მეორე აღდგენის პერიოდი. ეს ამის შუაში დგას საბჭოთა კავშირი, ადამიანების ტვინის გამორეცხვის მანქანა, ჰომოსექსუალიტეტსა და მანქურთებად გარდაქმნას ადამიანები და ამან ძალიან დააზიანა ჩვენი რეალობა, ჩვენი ყოველდღიურობა. წარმოიდგინეთ რამხელა ტოქსიკური ასეთი დამანგრეველი შემოტევა გადაიტანა ჩვენმა ხალხმა და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს 26 მაისის ზარმაზარი მონუმენტია, რომელიც ნიშანსვეტად უნდა იდგეს და უნდა ანათებდეს, რომ აი რა არის 1000 დღეზე ცოტა მეტი იარსება, ცოტა 1028 მე მგონი პირველმა რესპუბლიკამ და რამდენი რამ შეძლო იმიტომ რომ უფრო ძლიერი პიროვნებები და პერსონები იყო წარმოდგენილი მაშინდელი რესპუბლიკა როგორც დავით აღმაშენებელმა ჩახერგა ყველა უკან დასახები გზა ისევე თუ ჯერ ჩახერგილიც არის, მაგრამ უნდა ჩავხერგოთ, რომ მარტო წინ ვიაროთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სიტყვებია, არა ეშმაკის მსახურებს, არამედ თვით ეშმაკსაც დავამარცხებთ და მე მჯერა ამისი, რომ დავამარცხებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთელი საქართველოს ხალხის ნება-სურვილით 26 მაისს ამოფრწყინდა საქართველოს ცაზე მზე თავისუფლებისა, რომელსაც ნელ-ნელა მივყავართ უკეთესი მომავლისაკენ. პატარა საქართველო იქცა ევროპისათვის მაგალითის მაჩვენებელ ქვეყნად. ეს უდიდესი გამარჯვებაა და ამ გამარჯვებას დღესაც სწავლობს დღეს ჩვენი ქვეყანა. აწი არ მეფიქრება, არც არსებობს ჩემთვის კითხვა, რომელიც არ მაძლევდა მოსვენებას მთელს ჩემს სიცოცხლეში. ცოცხალია თუ არა ქართველი ერი? სცემს თუ არა მისი მაჯა, ის ცოცხალია, რაც უნდა სიმწარე არ მოელოდეს მას, ვინც არ უნდა გაუბატონდეს მას მომავალში, მისი ხელახლავ მიძინება, მის ეროვნული თვითშეგნების ჩაკლა შეუძლებელია. იცოდეთ, თავისუფლებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ბრძოლით მოპოვებულია. საქართველოს თავისუფლებას ბევრი მტერი ჰყავს. მაშინ უღარ დაიდგამთ ქართველნო მონობის უღელს და დაიცავით საქართველოს თავისუფლება.